მოგესალმებით, დღეს მე-7 ეპიზოდს წერს workshop-ისას. პირველ რიგში დიდი მადლობა podcast Zone-ს იმისთვის, რომ ჩვენი ეპიზოდები აქ იწერება. ასევე უღრმესი მადლობა Financial Experts Corporation-ს ჩვენი მხარდაჭერისთვის და ნინა, აბა მოგვიყევი ვიმყავს დღეს ჩვენ. მოგესალმებით პირველ რიგში. ვასკა დიდი მადლობა და დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს Excel-ის მსოფლიო რუკაზე მოათავსა. გიორგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გილოცავთ პირველ რიგში და მადლობა დრო რომ დაგვით. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. და პირველი კითხვით გადმოვალ სტანდარტული კითხვა გვაქვს, რომელსაც ყველა ჩვენს სტუმარს ვეკითხებით. თავიდან რომ დავიწყოთ, რა გინდოდა რომ გამოსულიყავი ბავშვობაში? საინფორმაციო სწავლანი. მაგარია. იმართლა ეგ მინდოდა. რაღაცა მაგამ პლუაში ხარ მე მეგონი ეგრე ხო ეხა იმიტომ გავიხედე კამერით და პირო რაღაცა უცებ ვიფიქრე ეხა 9 საათიანი თუ 8 საათიანი თუ რომელი უნდა წავიწყო თქო. ეგ იყო, მაგრამ შორს აღმოჩნდი მაინც მე საბოლოოდ ამ პროფესიიდან, იმიტომ რომ წამყვანობა მინდოდა და არა ჟურნალისტობა. ანუ გვინდოდა მაინდა-მაინც ეთერში ყოფნა და ლაივში გასვლის, აი ეს ექშენი, რასაც მოაქვს, ასე ვთქვათ, ეს ადრენალინი და მქონდა დისლექსიის პრობლემა დღემდე მაქვს და დიქტორმა უნდა იცოდეს კითხვა ძალიან ჩქარი და რადგან ჩქარა ვერ ვკითხულობდი, ამიტომ თავიდანვე ჩავიქნიე ხელი ამ პროფესიისგან, ასე ვთქვათ. ანუ იდეაში რაღაც მიზეზის გამო თორე გაგრძელებდი. ბევრსაც ვაჯობებდი ეჭვება. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს დღემდე ეს პროცესი, პროფესია, ის ხალხი, ვინც ამას ემსახურება და ყოველთვის ესეთი შენატვრის პოზიციით ვუყურებ. უბრალოდ ნამდვილად მოვინდომებდი, მაქსიმუმს ვიზავდი, მაგრამ უნარი არ მქონდა ფიზიკურად, რომელიც ამაში ხელს შემიწყობდა. ეხლა მე მინდა გადავიდე იმ საინტერესო მომენტზე, რაც ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ იმ ხალხს, რომლებიც რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას წარადგენენ სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეიძლება მსოფლიო ასპარეზზე და ეს იმდენად ნიშური და კარგი მიმართულებაა, რომ მართლა სამაყვა და მართლა მაგრა გაგვიხარდა ყველას რა, როგორ იყო გიმესიჯებდით, როგორ ხდებოდა თავიდან იყო ხუთეულში მოვხდი ჟიურის გადაწყვეტილებით და მე უნდა ხალხს მიეცა ხმა. კი და ჩვენც ჩართულებები ყავით, მაგრამ მაგის თაგვინდა ეგ არის Global Excel Award-ი 2026 და Excel-ის ამომავალი ვარსკვლავი. ეგეთი ტიტული აიღე. Excel-ის ინდუსტრიის, ხო? და მოდი ორი სიტყვით მაგ დაჯილდოებაზე მოყევი და ზოგადად Excel-ი რა არის, ეგეც რომ ერთად შევაჯამოთ, რომ მე მაგ მიმართულებით ვილაპარაკებთ რა. ნუ Excel-ი არის 40 და რაღაც წლის პროგრამა, მალე ხდება ესე იგი 42-ის პრინციპში, აგერ სექტორებში. კი ბატონო. და პირველად შეიქმნა Microsoft-ის პროდუქტია და შეიქმნა Apple-ისთვის. და არ შექმნილა Windows-ისთვის. თუმცა დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს, ძალიან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამაა, იმიტომ რომ ყველა ტიპის პროფესიის ადამიანს სჭირდება ის, რომ დაუშვათ რაღაცა გამოთვლები, მონაცემების შეყვანა და ასე შემდეგ აკეთოს. ამიტომაც ისწავლება სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, ტრეინინგ ცენტრებშიც, სამსახურებში და ყველგან მოკლედ და თან რაც თავი არ მთავრდება ამ პროგრამის შესაძლებლობები. და აი რაც შეეხება თვითონ ამ სამიტს, რომელიც ლონდონში ყოველ წელს იმართება, ეს არის Excel-ის გლობალური სამიტი, რომელზეც სტარდება მათ შორის ეს Excel-ის გლობალური დაჯილდოვება. როგორც უკვე ვახსენე, უნდა ასე ვთქვათ, ჟიურიმ შეგარჩიოს. შემარჩია ჟიურიმ, შესაბამისად მოვხდი 5 ფინალისტს შორის, სადაც იყო უნგრეთი, საბერძნეთი, თვითონ ინგლისი და იტალია. და ნუ აი ხა ყველა 4-ვე ქვეყანა ჩვენთან შედარებით ბევრად დიდი რიცხვების მაჩვენებელია და ეკონომიკაში მაინც ვიჯობლი. მოსახლეობის რაოდენობით ვიმსჯელოთ რაც იყო გადამწყვეტი, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე ძალიან გახარებული ვიყავი ხუთეულით, მაგრამ
თელი თქვენ ნახევარი ჩემ თავს ვამშვიდებდი რომ ნუ იცი რა თქმა უნდა იქ წააგებდა რა თქმა უნდა იქ წააგებდა მოდი ხა არ ინერვიულო ტექსტიც არ გაამზადო დაჯილდოების გამარჯვების შემთხვევაში იმიტომ რომ კიდევ უფრო იმედ გაცრუებული დარჩები და მოდი არ გინდა ეს და ნუ აი რაღაცა ღელვარება რა თქმა უნდა მქონდა მაგრამ მართლა წარმოუდგენელი იყო რომ მოგმეგო იმიტომ რომ მოსახლეობა მეგონა რომ იქნებოდა ძალიან გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და აღმოჩნდა კიდეც რომ ჩვენმა მოსახლეობამ აჯობა ჩვენ მაგრები ვართ მაგაშიგაც და ესე მოხდა ეს ამბავი ანუ მადლობა მოსახლეობასაც რა პირველ რიგში ჩემ გამომწერებს იმიტომ რომ მე მართალია ჩვენი პოდკასტიც YouTube-ზე გადის მაგრამ ჩემთვის YouTube-ი ძალიან შინაურია იმიტომ რომ თქვენ ვიდეოებზე ვართ გაზრდილი ჩემი კონტენტი YouTube-ზეა და ამიტომ პირველი ვიდეოც ის არის ლექტორობას რო იწყებ როგორ უნდა იმუშაო სივრცეში ეგ ვიდეოა მართალია კი და შესაბამისად პირველი მადლობა ეკუთვნის ჩემ გამომწერებს იმ სტუდენტებს ტრენინგის მონაწილეებს ვინც უყურებს ამ ჩემ ვიდეოებს და ვისაც ეს მიაჩნია რომ მისთვის ღირებულია მერე და უკვე დანერჩენი ყველა ქართველს და არა მარტო იმიტომ რომ ქართველები თავიანთ უცხოელ მეგობრებსაც კი უზიარებდნენ რომ მოეცათ ხმა ასე რომ ყველას დიდი მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში აი მართლა მაგრები ვართ ის ფაქტი მახსენდება ზაზა ფაჩულია რომ კი ნაღამ All-Star-ში ვათამაშეთ ხო გასო რომ ისე უნდა ვქნათ ახლა როგორც ზაზა ფაჩი და მე არა მე ეგრე ალბათ ვერ გამომივა ეგეთი ვიყავი უფრო მაგრა გამოგივიდა საბოლოო ჯამში იმან All-Star-ში ნუ მე როგორც მახსოვს ვერ ითამაშა მაშინ ყოჩახთ თქვენ კაი, ბავშვობაში რომ ვინმეს ეთქვა რომ აი ეს ერთ დღეს Excel-ის საერთაშორისო აღიარებას მიიღებდი, აი მაშინ რას იფიქრებდი? ერთი კვირის წინ უბრალოდ დაჯილდოებამდე თქვენახევრით ადრეც რომ მითხრა ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა რომ უნდა ნომინირდეო და მე მოიგებ კიდეცო, მე ვთხარი რომ მოდი კაი ნომინირდეთ მარტო იმიტომ რომ დამანებო თავი და აღარ მითხრა რომ ნომინირდეთ, იმიტომ რომ ანუ ვერ წარმომედგინა ნამდვილად ეხლაც კი ბავშვობაში ხომ მithumetes ზოგადად ბავშვობაში საერთოდ არ მეგონა რომ პედაგოგიკის მიმართულებით წავიდოდი რამის სწავლებით დავკავდებოდი და მithumetes ჩემი სწავლება გახდებოდა რაღაცა საერთაშორისო დონეზე თითით საჩვენებელი ანუ ვერ წარმომედგინა ნამდვილად იმიტომ რომ არ მაქვს ეგეთი რა არის ჩვენ კი Excel-ის გაშემოტრიალებთ მაგრამ მე ვიცი რომ Excel-ის გარდა ანუ ნახეთ სანამ აქამდე მოხვიდოდი პროფესიები გაქვს სხვები წარმატებული ხარ და აი ჟურნალისტობის სურვილიდან იქამდე ხარ რა პროფესიებშიც ხარ მოკლედ მოგვიყევი ეგზა და კიდე უთხრათ ხალხს რას აკეთებ Excel-ის ტრენერობის და მასწავლებლობის გარდა და Excel-ამდე როგორ მიხვედი ჩვენ ხო გაგვიმხილე ეგ და მოდი ხალხსაც დავუმხილე ანუ ესე იგი სკოლის პერიოდში როცა მინდოდა ტელეწამყვანობა პარალელურად ვსწავლობდი პროგრამირებას და ამას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში იყო რაღაც მიმართულება სკოლის მოსწავლეებისთვის რომელიც ხოთშერს იყო უფასო და დაახლოებით 200-ზე მეტი მოსწავლე ვიყავით მე-7 კლასში რომ მივედით და ბოლოს დავამთავრეთ მე-11 კლასში 10-მა მოსწავლემ. სხვათა შორის ძალიან დამეხმარა ეს აი ზუსტად საბოლოო ჯამში ამ Excel-ის ლოგიკური მიმართულების გამომუშავებაში. თუმცა პირდაპირ მიზანი იყო რომ პროგრამისტები უნდა გამოვსულიყავით იქ ვინც მუშაობდით, კიდევ ვინც სწავლობდით და მე არ მომწონდა ეს პროფესია არანაირად ჩემთვის არ იყო მომხიბვლელი. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვიცი რომ დღემდე ძალიან მაგარი პროფესია, უბრალოდ ჩემი არ იყო ეს პროფესია. და გადავწყვიტე რომ უნდა ჩამაბარებინა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც უნდა ყოფილიყო ასევე IT მიმართულებით, მაგრამ არა პროგრამირებით. ანუ უნდა ყოფილიყო სისტემები, ქსელები და მონაცემთა ანალიტიკა, ასე ვთქვათ. ჩავაბარე ბაკალავრიატი, მაგრამ მაგისტრატურა, დოქტორანტურაც იქ დავამთავრე, თუმცა ჩავაბარე თუ არა მეორე წლიდან ვიწყებ მუშაობას კავკასიის ბიზნესის სკოლა, ასე ქვია, მაშინ როცა იქ ვიწყებ მუშაობას. და იქ მხოლოდ არის ბიზნეს მიმართულების ფაკულტეტი მაშინ. სააკაძის მოედანზე კი ბატონო, მაშინ და მე დრო ვაკვირდები გარემოს, მომწონს ძალიან ლექტორები, როგორ
მუშაობენ, რას აკეთებენ და როგორია ლექტორობა, ასე ვთქვათ და ვიფიქრე რომ მოდი ხო არ მივმართო ჩემი გეზი ამ IT პროფესიიდან ლექტორობისკენ, მაგრამ რა უნდა მესწავლებინა თუ არა ისეთი რამე, რაც ჩემთან რაღაც დოზით კავშირში იყო. ბატონო. და Excel-ი და Word-ი და რეალურად და PowerPoint-ი მასწავლე მქონდა სკოლამდე. რაღაც პირველი ნაბიჯები მამიდამ გადამადგმევინა მოკლედ და იმან მასწავლა და შესაბამისად ამ ბიზნეს ფაკულტეტზე მარტო ეს საგანი იყო, რაც ჩემთან გრამოლოგიკურ კავშირში იყო. და ნუ ნელ-ნელა დავიწყეთ ასე ვთქვათ ამისთვის შინაგანი მომზადება. რაღაც რამდენიმე წელი გავიდა, მეც ასაკი მომემატა 22-ის გავხდი, ძალიან გავიზარდე და 22 წლის გავხდი ლექტორი. ნუ დღეს ხო, ანუ დღეს ცოტა ისეთია. არარეალური ცოტა. შეიძლება არა, მაშინ უფრო არარეალური იყო 22 წლის ადამიანები რო ლექტორები ხდებოდნენ თან ეგეთ მაგარ უნივერსიტეტში, როგორც კავკასიის ბიზნესის სკოლა იყო, მაგრამ ნუ დარგმა შემიწყო ხელი, იმიტომ ეს იყო დარგი თვითონ ახალი და ამიტომ თორე ხა ისტორიის ლექტორად არავინ არ შეგიშვებდა 22 წლის ასაკში. შესაბამისად დავიწყე აი აქ უკვე და როგორ გავხდი იუთუბერი იქამდე რომ მივიდე. სადღაც ესე იგი 2005-ში ვიწყებ ლექტორობას. მერე უკვე სადღაც ესე 2008-9 წლებში მოდიან ჩემი სტუდენტები თხოვნით რომ იქნებ ეს ლექციები რაღაც ფორმით რომ უცდებათ ან აღვადგენინო ან სხვა ჯგუფში მოვიდეს ან რაღაცა და მე გადავწყვეტე ჩავწერთ ხო? და ჩვენი ინტრასივცე გქონდა სერვერი სადაც ვდებდი ამას. ან მაშინ არ იყო ეს ფაილის გამიზიარე, გამიშიარე, გადმომიკოპირე ინტერნეტი და ასე შემდეგ ესე მარტივად. შემდეგ უკვე მოდიოდნენ თხოვნით რომ იქნებ ეს ვიდეოები ჩაგვიწერო დისკზე, რომ ჩემს დეიდას, მამიდას, ბიძაშვილს, მაზლს რაღაცებს მოუნდათ. და მეც უწერდი ამ დისკზე და ერთჩვენერ დღეს გავიგე რომ არსებობს YouTube-ი. სადაც შემიძლია ეს ავტვირთო მოკლედ და მაშინ პირველად 2012 წელს 12 მაისი იყო, როცა ავტვირთე პირველი ვიდეოები ერთიანად. 2012 წელს 12 მაისი. არა, და ესე დაემთხვა აღმოჩნდა, სავარაუდო დასვენების დღე იყო და მე მეცალა ამისთვის და შესაბამისად რომ ავტვირთეთ, ოღონდ ამ ვიდეოში ხა დღესაც დევს ის ვიდეოები, ეს იყო 40 წუთი ვიდეოები, სადაც შენ უნდა გეპოვა კონკრეტული საკითხი, მე რამდენი წუთზე იყო და უნდა თან გწოდნო და chapter 15 ერქვა ან chapter 18 და ასე შემდეგ. მოკლედ მე რეკავდა ხალხი და მეკითხებოდა ეს ვიდეო რომელია, რომელ საათზე, რომელ წუთზე ესე ვეუბნები და 2016 წლიდან მოკლედ შეიქმნა მოკლე ვიდეოები. რამაც დაიწყო უფრო დიდი პოპულარობა, ასე ვთქვათ, ამ ვიდეოების, იმიტომ რომ მოკლეა კონკრეტული თემაა, თან ლოგიკური სათაური აქვს და მარტივად ეძებ და არ გიწევს რაღაცა დიდ გაუგებარ სათაურში ძებნა კონკრეტული ნაწილის. და მერე გახდა ვალდებულება. ოკეი. რომ უნდა ადამიანებს ყოველ რა ხან დაიწყე? პერიოდში უნდა შესთავაზო ვიდეოები და ნომინირების ერთ-ერთი კრიტერიუმიც არის რამდენად ხშირად რა ხარისხის როგორ მასალას აწვდის შენს აუდიტორიას. შესაბამისად ის შრომა რაც ამ YouTube-ის არხშია ჩადებული, ამ შედეგში ტრანსფორმირდა. ანუ დაგიფასდა ქვია. კი ბატონო. ხო, რაც არ უნდა მაგარი იყო, მოკლედ შენი ერთი ვიდეო არავის არ უშველის რა, აი ესე რომ ვთქვათ. ან და რო წავიდეთ ზოგადად პროფესიის შერჩევაზე, იქ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი პროფესია უნდა იყოს შენთვის სიამოვნების მომტანი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. გარდა კითხვის ბოლო ნაწილი იყო რომ კიდე რა საქმიანობო, მაშინვე დავფიქრდი რომ სხვას არაფერს მე მგონი, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა არის Excel-ის სწავლება, თუმცა ვარ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელიც, მაგრამ საქმიანობა ესეთი ყოველდღიური ჩემი არის ლექტორობა, ტრენერობა და ახალგაზრდა ტრენერების აღზრდა. შესანიშნავი პროფესია მე რომ გითხო. კი. იც რა მაინტერესებს, აგრიშე რომ ნაბიჯები მამიდამ გადაგადგმევინა და ნუ მაქედან დაიწყო. გზადაგზა შენ თუნ სწავლობდი? დღემდე. ხო, აი დღეს მაგალითად მოვდიოდი და ვფიქრობდი წასმოსვლამდე რაღაც ვიდეო უნდა დავდო YouTube-ზე და ვიფიქრე რომ აი რა დავდო. იმიტომ რომ ესე არ არის რომ უბრალოდ, იმიტომ რომ არ ვიმეორებ არც ერთ ვიდეოს, ანუ 1000 რაღაცა ვიდეო, მაგრამ არც ერთი არ არის გამეორებული და უნდა იყოს ახალი. და როგორც წესი ვდებ ხოლმე სხვების დასმულ კითხვებზე პასუხებს. და თუ უკვე ის პასუხი არსებობს, ლინკს ვაძლევ.
და აი დღეს ვფიქრობდი რომ ეთყობა ეს თვენახევარი გამარჯვებამდე ჩემზე ძალიან იმოქმედა ემოციურად. კი ბატონო. და უფრო დაღლილი ვარ ვიდრე გახარებული, უფრო სტრესული მომენტი მაქვს რაღაცა ვიდრე აი ეს რაღაცა აჟიტირებული გამარჯვების ფონზე. და რაღაცნაირად ვგრძნობ რომ კონცენტრირებისთვის დრო არ მაქვს რომ რა დავდო ახალი. და აი დღეს ვფიქრობდი რომ აი მოდი რა დავდო ახალი და ერთი იდეა გამიჩნდა თავში რომ მოდი ექსკლუზივი გვაქვს ხა? ხო, ეგრე გამოდის, ჯერ არც ჩამიწერია. ანუ ტექსტი გაქვს Excel-ში და უნდა დათვალო რამდენი ხმოვანია ამ ტექსტში. ანუ ძალიან სპეციფიურია. ძალიან სპეციფიურია, ხო, მაგრამ ტექნიკური ლოგიკის ამბავია, რომ აი როგორ უნდა მიხვიდე ამ მოცანის ამოხსნამდე და რა უნარები გჭირდება Excel-ის რომელი ფუნქციონალი. და ნუ აი რაღაცა დავჯექი, გავაკეთე და კიდე რაღაცა ახალი აღმოვაჩინე მე თვითონ ამ იდეაში. მაგარი. ხო და აი ამიტომ გამოდის რომ როგორც წესი თვით დასწავლი გამოვიდა. ხო, აი ეგ მაინტერესებს, როგორ ისწორე? შენით, აი ესეთ აჯექით. ან თქვენით იმ ადამიანებით, ვინც ამ კითხვებს მისვავს და მე როცა გაქვს სურვილი რომ ამ კითხვებზე გასცე პასუხი, იმიტომ რომ ოდესღაც შეიძლება წარმატებას მიაღწიო აი ამ მეთოდით, მე ვალდებული ხარ რომ მოძებნო გამოსავალი და იმ ადამიანებს უთხრა პასუხი. ძალიან საინტერესო ის არის, აი მართლა ეხ დავუკვირდე, სწორი ლოგიკაც არის, იცი? როგორც ლექტორი, აი იზრდები, წლიდან წლამდე იზრდები რა, იმიტომ რომ იმდენი კითხვა შენ თავში არ გაგიჩნდება შენ თვითონ, რამდენიც რაც უფრო ბევრ ადამიანს ასწავლი, ყველა სხვადასხვა კუთხით სვავს რაღაც კითხვას, თუნდაც ერთ და იგივე თემაზე. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ერთ და იგივე საკითხი შეგიძლია გაშალო რამდენიმენაირად და სიახლე დაიჭირო. თან მე იმასაც ვფიქრობ, რომ Excel-ი არ არის სტატიკური ტიპი რა, სულ ვითარდება თვითონაც, სულ ახალ რაღაცებს ამატებს და შენს ალბათ საქმე სულ გაქვს მაგ კუთხით რა, განვითარების ამბავში. ეხლა მკითხვა მაქვს ეგეთი რა, მე თვითონ Excel-ი ძალიან basic დონეზე მაქვს ნასწავლი ხო უნივერსიტეტში რა. აი ფორმულების სწავლის დროს მაგრა ვიღლებოდი მეც, მაგრამ უსაჭირო იყო და ვსწავლობდი რა, ეს if-ები და რაღაცები, ანუ აი მოკლედ და ხალხს Excel-ი გონია მარტო ციფრები და ცხრილები. მონაცემები და ხო რა იმისთვის რომ მე კიდე აი არ მომატყუები ეს ნინა ხშირად მაქვს ნათქვამი სტუდენტებისთვის რომ აი მესამე კურსზე კარგ უნივერსიტეტში როცა სწავლობ ნიშნულობა არ აქვს რა პროფესიაზე ხარ basic დონეზე ანუ ძალიან საბაზისო დონეზე მაინც უნდა იცოდე Excel-ი აუცილებელია აი Excel-ის გახსნა არ ვიცი მას ან რაღაცა ცოტა ის არის რა უხერხული ხო არა მაშინ ისწავლე ანუ ეგეც მithქვია რომ მოდი რა ისწავლე ან რჩევის კუთხითაც მithქვას რომ ჩემი აზრით დღეს თანამედროვე სამყაროში Excel-ი სულ იმ დონეზე რომ კალკულატორად მაინც გამოიყენო ეგ მაინც უნდა გესმოდეს რომ უნდა გააკეთოთ ხო და ეხა შენ ცოტა უფრო ისევ აუხსენი ხალხს რომ არ ეშინოდეთ ამ Excel-ის რა უფრო ის შეზძინე ადამიანობა ეხა იმიტომ რომ მე მგონია რომ არ ეშინიათ ხო თუ მგონია რომ ეშინიათ აუ ძალიან გვეშინია ცერი უფრო მგონიათ რომ არის რთული ხო მაგას ვამბობ და არ ეკარებიან აი დაახლოებით როგორ არის აი ისევ Excel-თან დავაკავშირო ერთი ფუნქცია გვაქვს Excel-ში რომელიც თარიღიდან ტექსტურად გაძლევს რომელი დღე იყო. ანუ კვირის მესამე და მეოთხე დღე იყოს კი არ გეუბნება, ორშაბათია, სამშაბათია, ოთხშაბათია, სიტყვას გიწერს და ამას გიწერს ინგლისურად. მაგრამ თუ იქვე ფორმულაში რაღაცას გააკეთებ, მაშინ დაგიწერს რა ენაზეც გინდა იმას. და რა თქმა უნდა მე კა უნდა დაწევი ქართულად რო ვკრებთ ხოლმე ქვემოთ კას ვირჩევთ და არა გეს კას და ეს კა იმიტომ კარტულის ვარიანტია და ქართულად გიწერს და ნუ კი ნამდვილად გამიტესტავს მინახავს თურქულად, მინახავს იტალიურად, გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად, მაგრამ რავი კორეულად არ მინახავს არასდროს და იმ დღეს ტრენინგის მონაწილე მეკნება რომ კორეულადაც იზავსო და ხო რავი ალბათ იზავს ლოგიკურია თქო და იზავს თქო იმიტომ რომ ხა ქართულად ჩობა და კორეულად რატო არ იზავს ხო და მოდი ჩავწევთ ოღონდ უნდა ნახე ამ დროს უნდა იცოდე ეს კორეული როგორ აღინიშნება როგორ არის ქვემოთ ხო და ნუ იცოდა ამ ჩემი ტრენინგის მონაწილემ და პრინციპში ლოგიკურიც იყო, მაგრამ მაინც. და ჩავწერეთ მოკლედ ეს კო, იმიტომ რომ მაგალითად გერმანია D არის და არა J და კი, იმიტომ რომ დოიჩლანდი არის და ამიტომ უნდა იცოდე რა, ხო შეიძლება ეს კოეროიაც რაღაც სხვა იყოს თქო და მოკლედ დავწერეთ და რა თქმა უნდა ხა ჩემთვის რაღაც ნახატები გამოვიდა.
არა ეგ არისო, ხო, ეგრე. მიხდი, მაგრამ ეგ იყო რა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც ჩვენ რო გვაქვს ხომ ეს ფობია რა, ჩინურია ჩემთვის, ხო გაგიგეთ ეს ფრაზა ქართველებში ძალიან აქტუალურია და ჩინური ჩემს ხო, როცა არ ვეკარებით ეს ჩინურია, მაგრამ ალბათ ხალხმა ხო ისწავლა აგერ ჩინური საქართველოში ვიღაცები არიან, ძალიან მაგრა იციან ჩინური და ამიტომ აქედან გამომდინარე Excel-ს რომ მიეკარები, მე აღარ არის ეს ჩემთვის ჩინური და აი ეს მათემატიკური ფობია რომელიც არის რომ რიცხვები და კალკულაცია და რთულია, აი მაგას ზუსტად რომ Excel-ი აკეთებს. ხო, ანუ გიმარტივებს პირიქით რეალურად რა. ვიღაცა გეუბნება რომ 23 ჯერ 69 რამდენია და ეს უნდა გაიხსენო და დათვალო გონებაში, ანუ მაგას არ აკეთებ Excel-ი გიმრავლებს. კი ბატონო. და გეუბნება რამდენია, არ გამამრავლებინო ძები. და არა, ძალიან მაგარი ლოგიკები იწყობა ხოლმე რა, ანუ ბევრი მინახავს ეხლა გამოცდებით ჩამიბარები, მახსოვს თქო მოგატყუები ხა, მაგრამ დავიწყება იცის როგორც ყველა. ეს ძალიან მარტივად სიღრმისეულად არ ვიყენებდი მე რა. რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მართლა ვიყენებ რა. სადღაც სიმართლე გითხრა პროექტების მართვაში თუ ვიყენებ ხოლმე Excel-ს, შეიძლება არ გავუზდიო, ხო და არ მივუძდეო ხანდახან Microsoft Projects და გაცილებით მარტივად იმისთვის რომ ხელით იმუშაო და რაღაც ძალიან კარგად ანაწილებ რა, აფერადებ, აკეთებ და დავალებებს გავუწერ და ხო და მე არ მჯეროდა მაგის ხა მეც უნივერსიტეტში ხო ვისწავლე Excel-ი და სკოლაში არა. სკოლაში მასწავლეს რაც PowerPoint-ი როგორ უნდა ავაწყოთ, რაღაცა ის პრეზენტაციები მარტივად და რო შევეხე მაშინ ესე ხელშესახები რო გახდა ეს ამბავი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნუ უნდა გესწავლე ხა უნივერსიტეტში რა უნდა ქნა და მე სამსახურები რო დავიწყე და უცებ ანუ ესე რომ მომატრიალეს და Excel-ი თუ რაღაცა ის რა დამართა რომ აი თითქოს ხო შენ პროფესიას ვითომ რა თუნდა Excel-ი სუ ეს მეგონა რომ მეთქე ხა არაფერში არ დამჭირდება და ეგეთი რა უნდა დამჭირდეს და ნუ ყოველდღიურ რეპორტებს ვაკეთებ Excel-ი აი გავგიჟდეო მართლა და მე მივხვდი რომ საბოლოო ჯამში ანუ ძალიან ბევრი მაკლდებოდა მაგით რა იმიტომ რომ მე ძალიან მაგარი ტიპი ვიყავი და მართლა ანუ დღემდე ანუ რამე რომ მჭირდება გიორგი დათუკეშვილი ეს რაღაცა რომ მეუბნება ჩემი უფროსი ანუ ეგრე ვუყურებ ხო იმიტომ რომ ანუ აუცილებელია ანუ მართლა ყველა სფეროში აუცილებელია ზებნასაც რო თქვა YouTube-ზე, ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება, რომელიც მეუბნება, რომ აი how to-ი ეძებს, ხო? იმიტომ რომ ვერც კი წარმოუდგენია, რომ ქართულად რო დაწეროს, როგორ და მერე გააგრძელოს, ან ვერც კი წარმოუდგენია, რომ ეგ შეიძლება ნახოს. და ახლა იცოდეთ კიდევ ვინც არის იცოდეთ. არის რეალურად ეგ და შესაძლებელია. Excel-ში რამე თუ გაინტერესებთ, აკრიფავთ როგორ და მერე ერთი ესეთი კითხვა, სანამ Excel-ს ესე სერიოზულად ისწავლიდი რა იყო ის უნარი, რომელიც ქონდა? ერთი უნარი. მე რომ მქონდა ლაპარაკის უნარი. და ის ნახე მე სწორი ის რომ გამოვიდეს რომ აი კარგად რო ისწავლო Excel-ი, მაშინ ესე დავაპოზიციონიროთ რა. თუ რა არის აუცილებელი რომ მქონდეს? ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან რთული შეკითხვა, იმიტომ რომ ხარც მწვადი უნდა დავწვა და არც შამპუნი რა. Excel-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისთვის, მათ შორის იმ სტერეოტიპული დაყოფის ჰუმანიტარული თუ ტექნიკური აზროვნება. ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩემთვის მაგალითად ამოუცნობი იყო, როცა დამიკვეთა ერთ-ერთმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ იურისტებისთვის ტრენინგი და ვიფიქრე რომ რა ვიცი რა უნდათ და მივედი და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრენინგი რაც კი დონით ჩამიტარებია იყო, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ იქ იურისტები ეგრე იყენებენ Excel-ს. და ჩამიტარებია ხელოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან მუსიკოსები მაგალითად და კინოს ინდუსტრიაში მომუშავენი. რო აღარ ვთქვა სხვა ჩვეულებრივი პროფესიები, ხო? ანუ ესენი მაინც ცოტა უფრო გვერდითი პროფესიები არიან Excel-ისთვის, მაგრამ ლოგიკური აზროვნება იმისთვის, რომ ძალიან მაღალი დონის Excel-ი ისწავლო, რომელიც არის მართლა ფორმულები და კოდინგის დონეზე. ნუ მანდ რა თქმა უნდა, ხა ლოგიკური აზროვნება ჭირდება რა. ანალიტიკა უკვე შედეგია ლოგიკური აზროვნების, ხო? ანუ შენ შეიძლება ანალიტიკური აზროვნება გქონდეს, უბრალოდ უყურებდე შედეგებს. ხო. და ანალიტიკურად უყურებდე, მაგრამ აი ანალიტიკამდე რომ მიხვიდე, ეს ლოგიკურად უნდა აიყვანო იქამდე. და ლოგიკური მათემატიკური ლოგიკური სწორად როგორ გასცე დავალება, როგორ მიცე დავალება სწორად Excel-ს მაგალითად როგორ დაწერო კოდი, ხო? იმიტომ რომ აი როგორ უნდა მიხვდე, რომ ეგ არის გასაკეთებელი მარტივად. და რა შედეგი გინდა რომ მოგცეს რა? რა შედეგი უნდა დაგიბრუნოს, როგორ უნდა მიხვდე, აი დღევანდელ მაგალითს დილის ტრენინგიდან.
ესეთი ამოცანა რომ მაგალითად დათვალო რამდენი ადამიანი ყავს კლიენტი რომელსაც დაბადების დღეა ზაფხულში და დაბადების დღეზე შენ იცით არიღი ზაფხული არ იცი და Excel-მა არ ზაფხული იცის და არ summer არ იცის Excel-მა მთელი მსოფლიოსთვის იცის რომ 6-ია ზაფხული 7 და 8 თვე გავიგე ანუ შენ უნდა გახსოვდეს რომ გაქვს ნასწავლი ფუნქცია რომელიც თარიღიდან რიცხვს გაძლევს და შენ გონებაში უნდა იცოდე რა არის ზაფხული. ანუ Excel-ის ენაც უნდა იცოდე მაგას ამბობ რა. უნდა იცოდე რომ მე-6 მე-7 მე-8 თვე არის ზაფხული. აი კვარტალზე გვაქვს ეგ სერიოზული პრობლემა ხშირად. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის კვარტალი რა არის. ეს Excel-თან არ არის კავშირში და მე ხო არ არის კავშირში Excel-თან და ეუბნები რომ მე კვარტალი არის პირველი 3 თვე, არის შემდეგი 3 და ასე შემდეგ. შორის. ვაჟის კვარტალი შეროწორ. ეგ კოლონის ჩარტებს რო აყენებ, მაშინ არის იქ ერთი როცა კოლონია რო გააღწევს ვაჟას პირველ კვარტალს. ეგ ვარიანტია, ხო, ეგეც არის. ხო, ანუ ლოგიკური აზროვნება ჭირდება. კი, მიხვედრის უნარი იმაზე. ერთი ეგეთ კითხვა რა, აი პირდაპირ იმას ვქნათ რა. ვიღაცამ გადაწყვიტა, ეხა ახალგაზრდა უყურებს, მოეწონა და გადაწყვიტა რომ მარტო Excel-ში გავხდე, აი მგელი უნდა გავხდე. რამდენად გამოუვა ამით ცხოვრება? ანუ გამოიმუშავებს თუ არა მარტო Excel-ის ცოდნით. დამოუკიდებლად თუ ხო და თან დამოუკიდებლად თუ კომპანიაში უნდა იყოს ეგ ამბავი. ბოლო შემთხვევით ვილაპარაკებ, რასაც ინტერესოა, ეს გარემო მიქმნის განცდას, რომ უნდა ვილაპარაკო თანამედროვე ენით. იმიტომ რომ აუდიტორიაში სიტყვებს მაგალითად case-ი და action-ი არ ხო, გასაგებია. ძალიან გამართული ქართულით ვილაპარაკობ და აქ რაღაცა განცდა მაქვს, რომ და ის რაღაცა არ არის პრობლემა. Feel free. ბოლო case-ი რომ მოვიტანოთ, ბოლო შემთხვევა რომ მოვიტანოთ, ლონდონში სულზე აღმოვაჩინე რომ ბევრი სტუდენტი მყავს ლონდონში. ვა. და ერთ-ერთი მათგანის ტექსტი იყო რომ მოდი უნდა განახო რაღაც ფაილი რომელიც შენთან ნასწავლი Excel-ით გავაკეთე და ამითი სამსახურში დღემდე ყველაზე კარგი და ასე ვთქვათ საუკეთესო ტოპებად ვითვლები ხო და ანაზღაურებებიც მაღალი და ასე შემდეგ. მეორე სტუდენტთან გადავედი, მე ის ნახე და მეუბნება რომ აი შენთან რო Excel-ი ვისწავლე, რეალურად იმიდან დაიწყო ჩემი ეს ყველაფერი და დღეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს ლონდონში და ესეთი ვიყავს ძალიან ბევრი. რაც იმას ნიშნავს, რომ Excel-ი იყო ის ერთადერთი და მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მათ ნებისმიერ სამსახურში თავისი თავი დაანახეს. ეხლა მე ზოგადად ეხლა რაც არ უნდა ვთქვათ, ნებისმიერ პროფესიას ჭირდება გვერდიდან სხვა დამატებითი უნარები, იმისთვის რომ ეგეც წარმოაჩინო, რომ სულ მინიმუმ წარმოაჩინო რაღაცა. სულ მინიმუმ, კი, იმიტომ რომ შენთვის თუ იტოვებ შენს ცოდნასაც და შენ არ შეგიძლია ეს შენი თავი ასე ვთქვათ შესთავაზო სხვა აუდიტორიას, მაშინ უკვე წინ ცოტა ვერ მიდიხარ. მაგალითად შეჯამებისთვის Excel-ი თუ კარგად იცი, ჰაერში არ დარჩები რა. ვერ დარჩები. გასაგებენაზე. მინიმუმ მე მომწერე და სამსახურს გიშოვი რამდენიმე საათში. ალბათ. ვოუ. შენი სამუშაო დღე, ერთი დღე. ძალიან გვაინტერესებს, როგორც ნუ ეს Excel-ის ექსპერტი. Excel-ოლოგია, როგორც ვი? რაღაცა იყო ეგეთი ხო, Excel-ოლოგია. ხო, Excel-ოლოგია პროფესია არ არის, ესე რომ ვთქვა და არც მეცნიერება არ არის, ესე რომ ვთქვა. ოკეი, ჩემი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა. მე არასდროს არ მიმუშავია ისეთ პოზიციაზე, სადაც Excel-ი მჭირდებოდა როგორც ინსტრუმენტი. ოკეი. ანუ ის სტუდენტები ჩემი, რომლებსაც ვამბობ, რომ არიან სხვა კომპანიებში და წარმატებულები არიან, თქო, ისინი როგორც Excel-ში მუშაობენ, ეგრე მე არ მიმუშავია. მე მუშაობ Excel-ში სულ როგორც მასწავლებელი. როგორც მასწავლებელი. უბრალოდ ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, რომ ვასწავლი, სულ ახალი უნდა ვასწავლო. არ უნდა იყოს ძველი და უნდა იყოს სულ ტრენდული. ანუ ის რაც ძალიან ახალია. და ეს არის ის მიზეზი, რაც მე თვითონ მან ვითარებს. თორე მე თუ ვიქნებოდი ლექტორი, რომელსაც კონკრეტული სილაბუსი ექნებოდა და წლები ამ სილაბუსს გაყვებოდა, ჩემი ტრანსფორმაცია არ მოხდებოდა. ამიტომ შესაბამისად მე მარტო იმიტომ აღმოჩნდა, რომ Excel-ი ძალიან კარგად ვისწავლე, რომ სულ ტრანსფორმირდებოდი აი ამ სიახლეზე ორიენტირებულით. და როცა სამსახურშიც მუშაობ Excel-ზე, იქაც ავტომატურად ტრანსფორმირდები, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მოგდის ახალი ამოცანები, ახალი დავალებები.
ოღონდ რა თქმა უნდა იყოს შენ თვითონ მაძიებელი, რომელიც ამ სიახლეებს კი ბატონო. აიღებს, თორე ხა ხვდებით ხალხს, ვინც 20 წელი მუშაობს და რაღაცას იცის და იმის იქით არ უყურებს. დღე როგორია იწყება დილით ყოველთვის. ფინჯანი ყავით. ხო, აი ძალიან ადრე 12 საათზე არა. ხო, ოკეი, შევთანხმდეთ, რომ ეგრე არა. ჩემი დილა არ იწყება ისეთი ადრე, როგორც საჭიროა. მე თუ მკითხა, უნდა იწყებოდეს დილის 6-ზე ან 7-ზე. სამწუხაროდ ესე ადრე ვერ იწყება, იმიტომ რომ გვაქვს გვიანი ღამეები. იწყე, მაგრამ 9 საათზე ცალსახად დაწყებულია დილა და სამუშაო პროცესი. შესაბამისად 9-ზე ფინჯანი ყავა უკვე მინიმუმ საათნახევრის მიღებულია და შესაბამისად იწყება 9-ზე ან ლექცია, ან ტრენინგი, ან გუნდთან მუშაობა, რომელიც არის ჩემს უკან ტრენინგის დანარჩენი ტრენერები, მოკლედ ვინც ჩემ აკადემიაში მუშაობენ და ადმინისტრაციული რგოლი ცხადია. და მთავრდება ყველაზე კარგ შემთხვევაში 22 საათზე. იმიტომ რომ ბოლო სესიები ტრენინგები მთავრდება 22 საათზე. ნუ მე ხანდახან მოყვება გადაუდებელი ქოლი, რაღაცა სასწრაფო, იმიტომ რომ მეორე დღესაც ისეთი კრიტიკული გრაფიკია, ვერ მოასწრებ და ასე შემდეგ. აი რო თავდებოდეს საღამოს 7 საათზე, როგორც ნორმალური ადამიანის თავდება. აი მაშინ აუცილებლად ჩემი დილა დაიწყებოდა დილის 7-ზე უკვე სამუშაო დილა, კი ბატონო. მაგრამ ნუ ვერ ხერხდება სამწუხაროდ. შენი აზრით რომელ პროფესიებს უჭირთ ყველაზე მეტად, როდესაც Excel-ი საბაზისო დონეზე არიციან? რამე ეგეთი რამოდენიმე არის? პროფესიებზე არ არის. აქ უფრო ვიტყოდი ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ინდივიდებზე. ანუ ვიღაცა ადამიანები ამბობენ, რომ მე Excel-ი არ მინდა. ძალიან კარგი ისევ შემთხვევა გუშინდელი ამბიდან ერთ-ერთია ჩემი სხვათა შორის YouTube-დან დაწყებული გამომწერი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემი Facebook მეგობარიც აღმოჩნდა და ხშირად იმიტომ დავმეგობრდით, რომ ძალიან ხშირად მირეკავდა და მეკითხებოდა Excel-ში რაღაცეებს და ძალიან გვიანად სხვათა შორის და მე არ ვიცნობდი და პასუხობდი. გუშინ ჩამიგდო რაღაცა Excel-ის ტრენინგის რეკლამა, ესე რომ ჩავთვალოთ ხო. და მე ვუთხარი, რომ მე ვერ მივხვდი რატო ჩამიგდო, უბრალოდ ვუთხარი, რომ ეგ კურსი არ გაიარო, თქო, ვუთხარი პირდაპირ და მიპასუხა, რომ იცი რა, არა, მე ისე ჩაგიგდე უბრალოდ, თორეო, მე Excel-შიო, ყველაფერიო ძალიან კარგად ვიციო და რა საკმაოდ კარგადო რა და მე Excel-შიო ფულს არ გადავიხდიო. და ცოტა იტყობა ცუდ ხასიათზე ვიყავი. და მხოლოდ ესე მივწერე, რომ ეგ მაინდსეტი არასწორია თქო. იმიტომ რომ არ მთავრდება ეს პროგრამა და შენ რო იცი, გონია რომ იცი და საკმარია და რომ მოხვალ და მოისმენ, აღმოჩნდება რომ თურმე კიდევ ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვს და შენ რო აკეთებდი დროს და 20 წუთში იღებდი შედეგს, თურმე უნდა 20 წამი რაღაცას და თან დატრანსფორმირდა ეს პროგრამა ახალია უკვე ისეთია რომ შენ რო ისწავლე, თუნდაც 5 წლის წინ დღეს ისეთი აღარ არის. ამიტომ უფრო ორგანიზაციებზე ვიტყვი, რომ აუ Excel-ი ყველამ ვიცით კაცო, რა გვინდა და მეორე პასუხია ხოლმე, რომ არ ეკიარებიან ადამიანები, იმიტომ რომ არ უნდათ ცოდნის გაღრმავება ან დროის დახარჯვა, ამაზე არ და რეალურად საჭიროა და ბოლო ნაწილია ხოლმე, რომ სივში ხო ყველას უწერია, რომ Excel-ი იცის და მე არ მიწერია. მეტი არაფერი არ მიწერია, მარტო ეგ მიწერია. მე ნახე, რა მაგარ რაღაცას ამბობ რა, მარტო Excel-ი გიწერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი, ხა რეალურად იმათთვის, ვინც რაღაც პროფესიებზე ფიქრობს რა. აგერ ხარ წარმატებული ადამიანი, რომელსაც მარტო Excel-ი გიწერია CV-ში და რავი. ხო, ეხლა მთათ ეგრეც არ არის კაცო, ეხლა იქის დაბადების ადგილიც მიწერია და სახელი და გვარიც მიწერია და თარიღი მიწერია უნივერსიტეტის დამთავრების, ხო, მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა, რომ CV ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც Excel-ის ცოდნას მარტო იმ სიტყვით რეალურად დაგიმტასტურებს. აუცილებლად როცა მიდიხარ სამსახურში, სადაც Excel-ს გთხოვენ, გამოწმებენ. ხო. ტესტი გაქვს აუცილებლად და თუ ტესტს წერ, ანუ შენს წინ ბარიერი აღარ არსებობს. ხო. ამიტომ ძალიან მაგარი ინსტრუმენტია. საინტერესოა ისე ეგ პრაქტიკა ხო არა, ნუ მე CV-ში ეგრე მეწერა ხოლმე სულ, რა ის პროგრამები, Word-ის რა იყო და ხო, ეგენი.
სტანდარტი ინტერნეტი ადრე ეგეთის გეწერება იუზერი ინტერნეტ ექსპლორერის იუზერი და ეგეთი ტესტი არ ჩაუტარებიათ შენ თანამშრომლებსაც იყვან კი ხო შენ უტარებ მაგ ტესტს ხო ჩემს თანამშრომლებს რომლებიც ჩემ გუნდში მუშაობენ Excel-ის ცოდნა იმ დონეზე როგორც მე მჭირდება არ მოეთხოვებათ ოკეი აქედან გამომდინარე Excel-ის ტესტირებას მე არ ვუტარებ ნამდვილად მაგრამ ორგანიზაციები სადაც Excel-ის ჭირდება იმ ადამიანს მუშაობის პროცესში მხოლოდ Excel-ის ტესტირებას უკეთებს არის ეგეთი თქვენ უნდა აბარა მეცაც გეტყვი ანუ ხალხი რომ მიდის ტესტის წერის დროს ეუბნებიან ეს დათქვიშვილის ტესტია გასაგებია ხო ანუ აუცილებელია იმიტომ რომ ორგანიზაციები გვიკვეთავენ ტესტების გაკეთებას რომლებიც ადგენენ რეალურად ეს ადამიანი რა დონეზე ღირებულია თუ არა აყავთ ხო და მათ შორის თავიანთ სტაფსაც რო ატრენინგებენ ჯერ წინასწარ ხდება პრეტესტირება რომ მათი დაყოფა დონეების კატეგორიების და ასე შემდეგ მოხდეს კარგი ეხა შენი დიდი გამოცდილებიდან მინდა გაიხსენო ერთი მნიშვნელოვანი ხო პრობლემის გადაწყვეტას ქვია იმის ხო Excel-ში ხო ეგრე არ ქვია და აი Excel-ით რა მნიშვნელოვანი საკითხი ანუ პრობლემა გადაგიწყვეტია მაგის დახმარებით რაც პროცესის რომ მოყვე რა იყო და მე ცოტა ემოციური ადამიანი ვარ რა უფრო რიცხვების და ასე ვთქვათ ტექსტების მიღმა ჩემთვის ადამიანური ემოციები უფრო მნიშვნელოვანია ამიტომ კაცობრიობისთვის ნამდვილად არ გადამიწყვეტავს Excel-ით არა ეს გასაგები რაღაცა ამბავი და ვერ ვიტყვი რომ რაღაც ესეთი დიდი პრობლემა მაქვს ამოხსნილი პრობლემები ალბათ რა ვიცი დიდმა მეცნიერებმა მოგვიგვარეს ან გაგვიჩინეს მაგრამ მახსენდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური ისტორია ორია უბრალოდ. ერთი ეს არის შემთხვევა, როცა Facebook-ში დამიკომენტარა ვიღაცა ადამიანმა, რომ არის რომელიღაცა რეგიონის, არ ვაკონკრეტებ უბრალოდ იმ რეგიონის სკოლის მასწავლებელი და ჩემმა YouTube-ის ვიდეოებმა გადაარჩინა სამსახურის დაკარგვას. და ამითი ჩააბარა გამოცდა, რომელიც შეიქმნა ამ სკოლის მასწავლებლებისთვის და რეგიონის მასწავლებლებისთვის ართული იყო ცოდნის მიღება და ეს ის პერიოდია, როცა Zoom-ი არ არსებობს და ზოგადად ონლაინ ტრენინგის ცნება არ აქვს ქვეყანას. თუმცა 2012-ში მაქვს პირველი ონლაინ ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული თბილისი ბათუმზე. მაინც ამაში პირველი იყო ეს უნივერსიტეტი ნამდვილად. 2012 წელი მაგარი ისეთ წელი ქონდა რა. პირველი ონლაინ ლექცია, პირველი YouTube-ის ეს 12 გახსოვს ეგ ისტორია, მაგან დამაბერა მაგის მოლოდინმა. მაგწელს ველოდებოდი და რასაც მოვასწრებდი უნდა მეკნა და ხო ეს ერთი და მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მაღალმთიანი აჭარიდან მომწერა ადამიანმა და ვერ ამიხსნა რეალურად რა ჭირდებოდა აი ამ მესიჯში და ვთხოვე რომ იქნებ ჩამრთოდა Zoom-ში ან რამეში და ეთქვა რა უნდოდა და მოკლედ ადამიანს გადაუჭერი პრობლემა 3 წუთში რომელზეც მითხრა რომ მთელი ჩემი ყოველი თვის პირველი 7 დღე ამას ვაკეთებ რუტინულადო და თუ 7 დღეში ჩავეტიე ძალიან მადლობელი ვარო 3 წუთში მოვუგვარე საკითხი ჩავუწერე ვიდეო გავუგზავნე და ანუ ხდები ემოციურად ხა იმ ადამიანისთვის რამ ხელა მაგარი ამბავი იყო ამიტომ აი მე რა მოვაგვარე არ ვიცი მაგრამ სხვას რა მოვუგვარე ეგ მახსოვს შვენიერი მაგალითები ძალიან მაგარი AI-ის მინდა რომ ცოტა შევეხო შენ პროფესიაში და ამ პროფესიაში და Excel-ში AI-მ რამე გაამარტივა ან გაართულა? პირველ რიგში გეტყვი რომ როგორც ყველა პროფესიაზე რომ მითად მოედო რომ მოკლავს AI ყველა პროფესიასო მე მგონია რომ მითად მოედება ეგ ამბავი იმიტომ რომ რა ვიცი ხა რაც არ უნდა მოიწადინოს რა პოდკასტ როგორ ჩაწერს ჩემს მაგივრად თუ მე არ ვილაპარაკე თეორიულად რო ვთქვათ ხო ოკეი კარგი და ასე შემდეგ ამიტომ თუ გვინდა რომ მოკლედ ვთქვათ რომ მოკლავს ყველა პროფესიას მოკლავს მაგრამ ტელევიზიამ რადიო მოკლა არა
ჯერჯერობით არ მოუყვება. არა, იმიტომ რადიოს თავისი ადგილი აქვს. ინტერნეტ ამაუწყებლობამ პრესა როგორც დაბეჭდილი მოკლა? არას. ვერა. ბოლომდე ვერა. რაღაცები ჩააჩოჩა და ჩაანაცვლა მეორეა, მაგრამ მოკლა სხვა არის და ჩვენ დაგვიანონსეს რომ მოკვდება ყველაფერი. აი ესე დაგვიანონსეს. ამიტომ ეხლა ნახეთ რა არის AI, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვეხმარება. გვაძლიერებს და გვიმარტივებს ცხოვრებას და AI-ის მიზანი უნდა იყოს რომ ადამიანი დატკბეს ცხოვრებით და არა რუტინული მუდმივი მუშაობით იმისთვის რომ გადარჩეს და იმისთვის რომ იარსებოს. აი ეს არის. ამიტომ AI ჩაშენებულია რა თქმა უნდა უკვე Excel-ში Copilot-ის სახით ეს მინიმუმ Microsoft-ისგან, სხვა AI პროდუქტებიც რა თქმა უნდა ჩაშენებულია და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი გაიმარტივებს Excel-ის გამოყენებას AI-სთან ერთად. აი იმ Summers და ზაფხულს მიხვდება. გავიგე. ალბათ საბოლოოში იმასაც იგზავნა რომ სიტყვიერად ეტყვი და ხო, სიტყვიერად გეუბნები, voice-ით შეგიძლია უთხრა პირდაპირ და ის გაგიკეთებს, მაგრამ არსებობს? სად იყავს? ანუ როგორც Charles და Gemini-ის ველაპარაკები ინტეგრირებული არის პირდაპირ და უბრალოდ შენ უნდა გქონდეს ამისი, ასე ვთქვათ, Excel-ის ცოდნა, როგორ უთხრა და ის რაღაცა წარმოუდგენელი რო გონია, რეალურად წარმოსადგენია. ეხლა ეგეთი კითხვა მაქვს მე რომ ვისაც სწავლა უნდა. რისი? Excel-ის. ოკეი. გადაწყვიტა. ერთი რო უთხრათ მინიმუმ რა დრო დაჭირდება იმისთვის რომ კარგი საშუალო დონის პროფესიონალი გახდეს და მეორე პირველი ნაბიჯი რა უნდა იყოს იმისთვის რომ Excel-ის სწავლა დავიწყოთ. ესე იგი პირველი არის რომ შედიხარ YouTube-ზე და წერ ქართულად ვიდეო გაკვეთილები Excel-ის, მართლა იმიტომ კი არა რომ ჩემია ნებისმიერის ნახოს და ნებისმიერის დაიწყოს და მთავარი აქ არის რომ სტრუქტურიზირებულად ისწავლო. ანუ Shakespeare არ უნდა დაიწყო, როცა ინგლისურს ისწავლას იწყებ და უნდა დაიწყო ამ table-ის დონით, ხო? ანუ სწავლა და იგივეა Excel-ში, ანუ Excel-ში რომ შეხვალ, აი ჩემ ბოლო ვიდეო რო ნახო, აუცილებლად დაფრთხები, აი ეს რო ვთქვი, ამ ასოების რამდენი ხმოვანი ახლა რომ დაიდება. იმ დაფრთხები, იმიტომ რომ რთულია, მაგრამ მაგითი არ იწყება Excel-ი. ანუ Excel-ი უნდა მარტივად დაიწყო და რაც შეეხება ვადას, ძალიან მნიშვნელოვანია რა დროს დახარჯავ მაგაში. აი დღეში რამდენი უნდა დახარჯო რომ მე მქონია შემთხვევა რომ ადამიანებს მთელი თვე დაუხარჯავთ Excel-ის სწავლისთვის, ოღონდ მთელი დღე პირდაპირ მნიშვნელობით და ძალიან მაგარ შედეგზე გასულან. მაგრამ მქონია შემთხვევა რომ 3-4 თვე შეიძლება სწავლობდე და უბრალოდ საერთოდ არაფერს არ იგებდე. ანუ საერთოდ არაფერს არ აკეთებდეს, არ სწავლობდეს, არ იმახსოვრებდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მოტივირებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ ახლა. ხო, მაგ შემთხვევაში მაგას ვამბობ, ვისაც უნდა და ის ნაბიჯი მაინც გადადგმული აქვს, რომ ვიდეო მაინც ნანახი აქვს, როგორ უნდა. შეუძლია ჩამოტვირთოს მაგალითად ჩემი ვებგვერდიდან უფასოდ წიგნი, რომელშიც არის ამოცანები, თუ ამ ამოცანას ვერ ამოხსნის და ბუნებრივია ვერ ამოხსნის, თუმცა არ იცის, ხო? მაშინ ქვემოთ არის QR-ი, სადაც გაასკანერებს და იმ ვიდეოთი ნახავს ის ამოცანა როგორ უნდა ამოეხსნა. და ყველაზე სწორია ამ ამოცანებს დაუბრუნდეს მეორე დღეს თავიდან, მესამე დღეს თავიდან და ბოლოს როცა იმ ვიდეოს ნახვა აღარ დაჭირდება, ესე იგი უკვე უსწავლია. ნუ ალბათ მე ესე მივხვდი რომ სადაც საშუალო დონის Excel-ის ცოდნა რო იყო, ყოველდღიური მუშაობის დღეში სადაც 2 საათი, 2 თვეში აზე უნდა მოხვიდე. არავითარი ანუ ეგ მინდოდა რომ ანუ 29 საათია ჩემი. ხოხტები რას ვაკეთებ რომ მსმენელი ვინც ყავს იმას არ ეგონოს რომ ამას რა ის. არა, 29 საათია ჩემი ტრენინგი, როცა მოდიხარ ჩემთან. თუ ამ 29 საათს დაამატებ კიდე 1 10-15 საათს სახში. ოკეი. ხელს ჩამოგარცნო. და რანჩენი გადაანაწილე ეგ 29 საათი როგორ გააკეთო და რა დროზე გაწელო. ოკეი, გავიგე. მომდენო 5 წელიწადში რა შეიძლება ყველაზე მეტად აი მონაცემებთან მუშაობის სფეროში? არ მგონია რომ იმ მასშტაბის წარმოდგენა მქონდეს რომ სუსტი პროგნოზი გავაკეთო. დაახლოებით, ნუ ეს შეიძლება. არ ვიცი, იმდენად ანუ 5 წლის წინ წარმოგედგინათ AI-ის ეს შესაძლებლობები, რაც დღეს არის და data analytics, ანუ 5 წლის წინ საერთოდ სხვაგან ვიყავით. 5-ს ოდნავ დავამატებ და 6 წლის წინ ონლაინ სწავლება არ წარმოედგინა არც ერთ ორგანიზაციას, არც ერთ ადამიანს და შეხვედრა საქმიანი ონლაინ არ წარმოედგინა არავის. და დაგვეცა კორონა და პანდემია დაგვეცა თავს და პირველი რაც მოგცა ის რომ თურმე არ არის აუცილებელი 3 წუთიანი შეხვედრისთვის ადამიანთან წახვიდე 50 წუთი გზაში. კი ბატონო.
მე მინდა რომ თამაშის ნაწილზე გადავიდეთ და მე რჩევების პატარა თამაში გვაქვს. ოკეი. მაგრამ არ ვიცი როგორია თამაში. ხო, არაფერი ისეთი მითია თუ რეალობა. და კითხოს დაგვისვა უბრალოდ მითია თუ რეალობა. ოკეი. და მე უნდა ვთქო მითია ან რეალობა, კი ბატონო. Excel-ი მალე მოკვდება AI-ის გამო, ნუ ამაზე უკვე ვისაუბროთ და ხო, მგონია რომ მითია. Excel-ი მხოლოდ ბუღალტერიისთვისაა. არა, ესეთი წარემითია რომ მეტი რო არ შეიძლება. მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა Excel-ის გარეშეც შეიძლება. რეალობაა, კაცო, Excel-ის გარეშე, აბა ჯულია რობერტსმა სულ არ იცის. Excel-ი ვარ გახსოვთ იმ Notting Hill-ში ბოლო ფილმზე რამდენი მილიონი აიღო რო ყვება, რა თქმა უნდა. არა, ეცოდინება ეხა მაგას. მე ვასწავლე. არ ვაბაზრებთ. ბაჭა. ფორმულების დაზეპირება წარმატებისთვის აუცილებელია ამ სფეროში. ხო, კი, რეალობა. დღეს Excel-ი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს ინსტრუმენტია. ყველაზე პოპულარული ბიზნეს ინსტრუმენტია, მოთხოვნადს ვერ ვიტყოდი, პოპულარული, იმიტომ რომ არის რამოდენიმე რაც ძალიან მოთხოვნადია დეფიციტის გამო. და ეს პოპულარულია. Excel-ის კარგად ცოდნა ხელფასის ზრდაზე რეალურ გავლენას ახდენს. რეალობაა. მცირე ბიზნესის მართვა Excel-ის გარეშე უფრო ეფექტურია. Excel-ის გარეშე უფრო ეფექტურია. არა, მითია. Excel-ის სწავლა 2026 წელს უკვე დროის კარგვაა. არა, ძალიან მითია. და ბოლოს Excel-ის ცოდნა დიდი პრიორიტეტია დასაქმებულისათვის. რეალობა. დიდი მადლობა. რა ამას ველოდებოდი ისედაც. განსხვავებულ პასუხებს. შენ ხო იცოდი პასუხები ისედაც. არა, კარგია, მადლობა. და ერთი დასკვნითი ეგეთი შეკითხვა თუ მოწოდებოთ რაღაცა ეგეთი გვაქვს, რომ მოდი რა, ვისაც ეხლა უნდა, აი გვისმინა და გადაწყვიტა რომ Excel-ი უნდა რომ ისწავლოს. შეაშინე, რომ ეხავე შეეშინდეს და თუ იმ შიშს გადააბიჯებს, მე უფრო კარგი Excel-ის ცოდნა გამოვა. ანუ რამე უთხარი ისეთი. მთელი 25 წელია ხალხს მაგას ვეუბნები, ნუ გეშინიათ Excel-ის და ეხა კიდე რომ შევაშინო. არა, შეაშინო რას ვამბობ, ვიცი, დასაწყისშივე რას დაეჯახება ეგეთი უთხარი, რა უნდა იცოდეს, რაზე უნდა იფიქროს, ყველაზე რთულზე Excel-ის სწავლის დროს. შეაშინეს მაგას ვამბობთ რა. არ შეიძლება ვარღვევ თქვენი პოდკასტის სტანდარტს, არ შეაშინეზე არ არის. უბრალოდ აქ ვერ შეხვდები ისეთ სიცოცხლისათვის ასე ვთქვათ, სარისკო ქმედებები არ არის. ხიდიდან გადმოხდი ადრენალინი. აი, მაგარია რა, ნუ გეშინიათ ისწავლეთ. ხო, ანუ ის რომ რაღაცა სირთულე იქნება, არა, იქნება ბევრი ღამის გათენება. აი, იმისთვის რომ შენ მიხვიდე შედეგზე საბოლოო ჯამში, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია შედეგზე რო გადიხარ Excel-ში. და რაც არ უნდა ქნა Excel-ში, ეს არის რომ შიტი არ უნდა წაშალო თუ დატა გაგზავნე. იმიტომ რომ ანდუს არ ეკვემდებარება. დანარჩენი ყველაფერი და ანდუე არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, გიორგი. მე აქვე მადლობას ის Financial Experts Corporation-ს გადავუხდი ჩვენი მხარდაჭერისთვის და პოდკასტ ზონას იმისთვის, რომ გვასპინძლობთ ესე ერთგულად ამდენი ხანია. აბა, დიდი მადლობა. დროებით.